წერალთა სახლში მსოფლიო ლიტერატურის კურსი დაიწყო. იგი მოიცავს ლექციათა ციკლს, რომელიც მსოფლიო მწერლების კლასიკურ ნამუშევრებსა და მათ ეპოქებს ეხება. შეხვედრებს კი ფილოლოგი და ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი უძღვება. კურსი განკუთვნილია მოზარდებისთვის, სტუდენტებისა და ლიტერატურით დაინტერესებული პირებისთვის. შეხვედრების ფორმატი გულისხმობს საკითხავი მასალის მიწოდებას მსმენელებისთვის, რის შემდეგაც პედაგოგი ჯგუფთან ერთად განიხილავს ნაწარმოებს. პროექტი 2 ოქტომბერს დაიწყო. შეხვედრები ინტერაქტიულია, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს ჩაერთონ დისკუსიაში და უფრო ღრმად გაანალიზონ ტექსტის შინაარსი. წერალთა სახლში მსოფლიო ლიტერატურის კურსზე შეხვედრები ყოველ ხუთშაბათს 17 საათზე იმართება. წერალთა სახლში ბევრ საინტერესო პროექტთან ერთად გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, მსოფლიო ლიტერატურის კურსი. შეხვედრების ფორმატი გულისხმობს საკითხავი მასალის მიცემას მსმენელებისთვის და შემდეგ უკვე დისკუსიის ფორმატში განხილვას, რაც მსმენელს შესაძლებლობას აძლევს უფრო ფართოდ გაიაზრონ ტექსტების შინაარსი. კურსის მიზანია წავიკითხოთ მსოფლიოში აღიარებული ავტორები, მათი ცნობილი ნაწარმოებები, ყურადღებით, ასე ვთქვათ, განმარტოვებით, ფანქრით ხელში შეიძლება ასე ვთქვათ, სიამოვნებით და მე ერთმანეთს შევხვდეთ ყოველ კვირა და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები ამ ნაწარმოების შესახებ. მე ვილაპარაკებ, შემდეგ აუდიტორიაც ილაპარაკებს და ასე გავცვლით ერთმანეთთან ჩვენ აზრებს და მიზანი არის, რომ რაღაც უფრო დახვეწილები გავხდეთ, მეტი გავიგოთ სამყაროზე, სხვა ადამიანების თვალებით და პერსპექტივებით დავინახოთ ეს სამყარო და გაგვიადულოს ჩვენს რაღაცა ჩვენი საკუთარი საკითხების გადაწყვეტა შეიძლება მსგავს მორალურ დილემების წინაშე ჩვენს აღმოჩნდებით ხოლმე და იქნებ ნაწარმოებები ასეთი გზის გზამკვლევებიც აღმოჩნდეს ჩვენთვის. საქართველოში სოკოთი ინტოქსიკაციის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორია მდგომარეობა ქვეყანაში, რა სიმპტომები ახასიათებს მოწამვლას და როდის უნდა მიმართოს ადამიანმა სპეციალისტს. ამ საკითხებზე მედია ცენტრ მთავარში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე თეიმურაზ კობიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მოწამვლის პირველივე ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია მოქალაქემ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მისი განცხადებით ასეთ დროს სახლში მკურნალობა რისკებთან არის დაკავშირებული. ტოქსიკოლოგი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საერთოდ სეზონური მოწამვლას ეძახიან, მაგრამ წელს რაც ხდება, გადააჭარბა ყოველგვარ სეზონურ იმას დასაწყისს. საერთოდ საქართველოში რეგიონების მიხედვით არის ახასიათებთ ხოლმე მოწამვლები. ძირითადად. ეხლა არის ლიდერობს თუ შეიძლება ესე ითქვას იმერეთის რეგიონი. ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა. ყველაზე ხშირია გავრცელებული. შემდეგ თითქმის მთელ კახეთში სვანეთიდან ჩამოიყვანეს 2 ადამიანი ზუგდიდში, რაჭაში ვრცელდება კახეთში, შიდა ქართლში. აი გუშინ მაგალითად 2 ადამიანი იყო ფილტვების ხელოვნური ვენტილაციაზე ერთ-ერთ რეგიონში. სწორედ ამ წერაცოთი დამხარებული. საბედნიეროდ ისე ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, რომ ჯერჯერობით ლეტალური შემთხვევა არ ქონია საქართველოში. ყველა ადამიანს გონია, რომ სოკოთი მოწამვლა როგორც ესე შემთხვევითია. საქმე იმაშია, რომ საკვებად ვარგის სოკოს გვერდით იზრდება მისი შხამიანი ორეულები, რომელთა ძალიან ძნელი დასარჩევია, მით უმეტეს გამოსდელი თვალისათვის. სოკოთი გამზადებულ კერძზე არ შეიძლება დიდხანს იყოს შენახული. უნდა იყოს ემალირებულ ჭურჭელში, მაქსიმუმ მეორე დღემდე მაცივარში. მეორე დღის შემდეგ არ არის სასურველი. მისი მიღება მეორე შემდეგი არასწორი დამუშავება და არასრული დამუშავება. მოსახლეობამ არ იცის ახლა ამ შემთხვევაში რითიც არის გავრცელებული ეს წერაცოს არ ეხება ახლა რასაც ვიტყვი. მაგრამ არის სოკოს სპეციალური ჯიში, რომლის დროსაც საკმარისი არის ალკოჰოლის მცირე რაოდენობა მიიღოს ადამიანმა, რომ ვითარდება მოწამვლა, ურონმდრომარეობის განვითარებით და კუნთის განვითარებით. და საქართველოს გვაქვს ასეთი სოკოები. მოსახლეობას რომ უნდა უთხრა, საკმარისია არავითარ შემთხვევაში არ სცადონ სოკოთი მოწამვლაზე, ეჭვის შემთხვევაშიაც კი ბინაზე დარჩენა.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში კონცერტი 9 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე და ორკესტრის საქართველოს ვირტუოზები. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში დააარსა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე. დასკვნითი საღამო 11 ოქტომბერს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ფესტივალს იტალიური საბალეტო დასი დაასრულებს. დასრულდა ჩვენი ფესტივალის რიგით მეხუთე კონცერტი, ბრწყინვალე მაესტრა ბეატრიჩე ვენეცი და ჩვენი უნიჭიერესი ვერიკო ჭუმბურიძე. ოვაციებით დაინგრა დარბაზი. და ახლა კი ვართ ბოლო დასკვნითი კონცერტის მოლოდინში 11 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში, პირველად საქართველოში. საბალეტო დასი იტალიიდან, ბალეტო დი რომა. ეს იქნება ტანგო ნუევოს მუსიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის შერწყვა. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩება. ბეატრიჩე ვენეცი უკვე მესამე დესტუმრა საქართველოს. ის შეყვარებულია თქვენს ქვეყანაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი მაღალი დონის ფესტივალის ჩატარებისთვის. არ უნდა დავივიწყოთ ისეთი დიდი სახელი, როგორიც არის ლიანა ისაკაძე, ვის სახელსაც ატარებს ფესტივალი. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მე მიყვარს საქართველო, აქ თავს როგორც სახლში ისევ ვგრძნობ. ბედნიერი ვარ ასეთ ხალხთან და მუსიკოსებთან ურთიერთობის შესაძლებლობა რომ მომეცა. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ისეთი ფესტივალის მთავარი დირიჟორი, რომელიც ლიანა ისაკაძის სახელს ატარებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ისაკაძეს.